ეს განხილვა საქართველოსთვის ბევრ რამეს ნიშნავს და როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, შესაძლოა სწორედ ამ განხილვის შემდეგ ქართულ ოცნებას მძიმე დღეები დაუდგეს, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ კაია კალასის მკაცრი და ხისტი განცხადებების შემდეგ უფრო დიდი ნაბიჯები იქნება გადადგმული წინ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამ შეხვედრას ინუსტრებდა, როგორც გვეცით, წინა შეკრება ბრიუსელში, სადაც კაია კალასმა განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ისაუბრეს ქართული ოცნების წინააღმდეგ განსახორციელებელ პოლიტიკაზე, მათ მიმოიხილეს საქართველოში არსებული ვითარება და თქვეს ისიც, რომ ამ საკითხს უკვე დაუბრუნდებოდნენ ივლისში. სწორედ 15 ივლისს არის ეს შეხვედრა დაანონსებული ბრიუსელში და როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მაგიდაზე ახლა დევს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც შესაძლოა სამომავლოდ უკვე მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის არ არიან მხოლოდ ქართული ოცნების წევრები, არამედ არიან ის ადამიანებიც, ვინც ქართულ ოცნებას ეხმარებიან ძალაუფლების გამტკიცებაში, მათ შორის საუბარია მოსამართლეებზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მოკლედ რომ გითხრათ, იმ ადამიანებზე, ვისაც ჩვენი რესპონდენტები უწოდებენ პროპაგანდის გამავრცელებლებს. ის რომ ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა იქნება საკმაოდ მძიმე ქართული ოცნებისთვის, ამას ამბობენ ის ადამიანებიც, ვისაც ხელი მიუწვდებათ იმ დოკუმენტზე, სადაც ამ ადამიანების სახელები და გვარები წერია, ვისაც შესაძლოა და სანქციები წამოეწიოს თან. თუმცა ვიცით, რომ ამ პროცესს აფერხებს უნგრეთი ქართული ოცნების მოკავშირე სახელმწიფო, მაგრამ აქ ერთი დეტალი არის აღსანიშნავი, როგორც გვეცით, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა დანია და დანიას გაცხადებულად აქვს ნათქვამი, რომ ევროკავშირმა ყველა ძალღონე უნდა მოიკრიბოს იმისთვის, რომ უნგრეთს წაართვან ვეტოს უფლება. და თუ ეს ასე მოხდება და არის მოლოდინი, რომ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ კიდევ უფრო რეალისტური იქნება სურათი იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას უფრო მძიმე სანქციები დაუწესდეს, რადგან ვიცით, რომ ამ უკანასკნელის შესახებ ევროკავშირში ფაქტობრივად არსებობს სრული კონსენსუსი, თუმცა ასე რომც არ მოხდეს, არის ასევე მოლოდინი, რომ გერმანიის შემდეგ სხვა დიდი სახელმწიფოებიც დაიწყებენ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. მაქვს ოპტიმიზმი, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამ სხდომის შემდეგ ორმხრივ რეჟიმში ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ დიდი ბრიტანეთიდანაც იქნება სანქციები. პოლიტიკოსების 8 პოლიტიკოსის ციხეში ჩასმა ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არ არის ამბავი, რომელსაც რაღაცა შეშფოთების განცხადებით დაასრულებს. სია, რომელიც მე მაქვს ნანახი, ერთგვარად 4-ად შეგვიძლია გავყოთ, 4 კომპონენტი არის. კომპონენტიანია, იქ არიან პოლიტიკოსები, არიან რეჟიმის მასულგმულებელი ბიზნესის წარმომადგენლები, არიან პროპაგანდისტები და სასამართლო ხელისუფლებას მიკუთვნებული არამარტო მოსამართლეები, პროკურორებიც მათ შორის ადამიანები. ამიტომ კი, ჩემი მოლოდინი არის, რომ გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი იქნება შემდეგი სია, რომელიც სანქცირებას დაექვემდებარება. ამ სხდომაზე ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებების განხილვა, არ არის გამორიცხული მათ შორის სანქცირება, მათ შორის მოსამართლეების, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების, ან იმ პირების, ვინც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკაზე, პირადად ივანიშვილი და მისი ოჯახი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში. ნახოთ, როგორ განვითარდება, ალბათ გარკვეული, ასე ვთქვათ, პროგრესი ამ მიმართულებით იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირში და ბრიუსელში და წევრ სახელმწიფოებში მშვენივრად ხედავენ, რომ რა მდგომარეობა საქართველოში, რომ რეალურად ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მიგვაქანებს უსკრულისკენ, აბსოლუტურად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის ინტერესების და სურვილის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება ფაქტობრივად არის გარდაუვალი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს ევროპული სახელმწიფოები თანმიმდევრულად აწესებენ და ქართულ ოცნებასაც აფრთხილებენ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზაც, შესაძლოა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ივანიშვილის გუნდი ფაქტობრივად არაფერს აკეთებს, ყოველი შემთხვევისთვის ამას ვერ ხედავს თავად ევროპული ალიანსი და სწორედ ამიტომ მიიჩნევენ პოლიტიკოსები, რომ ქართულ ოცნებას ეს ძვირი დაუჯდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წინა შეხვედრიდან ამ დრომდე გულისხმობ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას საქართველოში გაიზარდა პატიმარ პოლიტიკოსთა რიცხვი, აპატიმრებენ იმ ადამიანებს, ვინც მაგათად უარი თქვა თეატრულუკიანის კომისიაზე მისვლაზე. გაიზარდა ასევე განაჩენების გამოცხადების რიცხვიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და რამდენიმე პატიმარს მომდევნო კვირებში გამოუცხადებენ ასევე პოლიტიკურ განაჩენს, როგორც ამას პოლიტიკოსები ამბობენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ
დღეს საქართველოში ყველა ისჯება იმის გამო, ვინც რომ არ ეთანხმებიან ქართული ოცნების პოლიტიკას და სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ივან ოპოზიციაში, რომ ქართულ ოცნებას ეს დაუჯდება ძვირი. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის ეს შეხვედრა ბრიუსელში 15 ივლისს იქნება საკმაოდ საყურადღებო და მათ უფრო ყველაზე ნაკლები დრო რჩებათ ახლა იმისთვის, რომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ან უნდა მიიღონ ის პირობები, რომელსაც თავაზობს მათ ჩვენი პარტნიორები, ან მოუწევთ, რომ უფრო მეტი სანქცია მიიღონ პასუხად დასავლეთისგან. გვახსოვს კაია კალასის განცხადებები, გვახსოვს არაერთი საგარეო მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათი პოზიციები არის სულ უფრო მკვეთრი, სულ უფრო მკაფიო და რადიკალური და ბუნებრივია ახლა ჩვენ მოველით კიდევ უფრო მეტ თანხმედრას სხვადასხვა სახელმწიფოს შორის საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით. ჩვენი მოწოდება ევროპელი კოლეგებისადმი და მინისტრებისადმი არის ის, რომ უნდა იქნას დაუყოვნებლივ ერთიანი ქართული პოლიტიკა შემუშავებული და ძალიან მკაფიო და მკაცრი ზომები მიღებული ქმედითი ნაბიჯების სახით ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვშრომობთ ძალიან აქტიურად თითოეულ სახელმწიფოსთან და გავაგრძელებთ ამ შრომას შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაში. ძალიან სერიოზული და საშიში განხილვის საგანი შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და ასევე კონკრეტულად ყველა იმ დახმარების შეჩერება, რომელიც საქართველოსკენ მოემართება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი ევროკავშირის მხრიდან არ არის დახურული, პირიქით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ეროვნულ მთავრობებში და პარლამენტებში, ასევე ევროკავშირში. ამიტომ ძალიან ვთქვათ საყურადღებოა ის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქართული ოცნების რეჟიმი მალე გაცილებით უფრო დიდი სანქციების წინააღმდეგ ვთქვათ წინაშე აღმოჩნდება. ევროკავშირის ხელში არის საქართველოში შენარჩუნდება თუ არა კანდიდატის სტატუსი და შენარჩუნდება თუ არა თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან. ამიტომ ნებისმიერი გაუარესებული სიტუაცია ქვეყანაში, თუნდაც პოლიტიკოსების პატიმრობა ციხეში ნიშნავს ერთს, რომ საქართველოს მოუწევს რაღაც ეტაპზე იმის აღიარება, რომ ვიზები შეიძლება მართლაც ითხოვდნენ ახალ არჩევნებს, იქაც როგორც ეუთოში, ასევე ევროპარლამენტში ითხოვდნენ ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რუსული კანონის გაუქმებას. ყველა ის მოვლენა აღწერილია დეტალურად ანგარიში. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უკვე დიდი ხანია გაყინულია და სწორედ ამ ფონზე წინ მიიწევენ სხვები. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოლდოვა, სადაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სამიტიც გაიმართა. იქ კიშინოვში იმყოფებოდნენ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ხელი მოეწერა დეკლარაციას. ეს დეკლარაცია მოლდოვისთვის საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. იმის გარდა, რომ უკვე ოფიციალურად დაიწყო მოლდოვამ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ისინი მიიღებენ ასევე დიდ ფინანსურ დახმარებას ევროპული ალიანსისგან და რაც ყველაზე საგულისხმოა, რა დაკარგა ამ პროცესში საქართველომ არის შემდეგი, ეს არის ის, რომ მოლდოვა უკვე მომავალი წლიდან იანვრიდან გახდება roaming სისტემაში ჩართული. მაყურებელმა რომ მარტივად გაიგოს, რას ნიშნავს roaming სისტემა, მაგალითად მოლდოვის მოქალაქეები, როდესაც იმოგზაურებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ აღარ დასჭირდებათ საკუთარ მობილურ ტელეფონებში დამატებით სიმბარათების გააქტიურება, ინტერნეტის გააქტიურება, ეს მათთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება და მაგალითად რომელი ნომრითაც თავად სარგებლობენ მოლდოურ ტელეოპერატორების დახმარებით, ამავე ნომრებით ისარგებლებენ ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში და გარდა ამისა საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ამ დეკლარაციის შემდეგ მოლდოვა დაჩქარებული წესით ისარგებლებს ასევე ევრო გადახდების გამარტივებული სისტემითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გადარიცხვები ევროპულ ბანკში უფრო იაფად და გამარტივებულად მოხდება.